მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ულტრაბგერითი აპარატის ღილაკთა სისტემაზე, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება რთულად და დამაბნეულად მოგეჩვენოთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძირითადი ღილაკებისა და პარამეტრების შესწავლის შემთხვევაში ნებისმიერ აპარატთან თავისუფლად შეძლებთ მუშაობას. მოდით ვთქვათ, რომელია ძირითადი ღილაკები და პარამეტრები. ეს არის ულტრაბგერითი აპარატის ჩართვა-გამორთვის ღილაკი, პაციენტის მონაცემების შეტანის ღილაკი, გადამწოდის შერჩევის ღილაკი, აპლიკაციის პარამეტრები, ოპტიმიზაციის ღილაკები, კვლევის დოკუმენტაციის ღილაკები და სხვადასხვა რეჟიმის ღილაკები. პირველი ნაბიჯი გახლავთ ულტრაბგერითი აპარატის ჩართვა. და მინდა გითხრათ, რომ ჩართვა-გამორთვის ღილაკი არის 1 და შესაბამისად სიმბოლოც 1-ია, რომელიც წარმოდგენილია ეკრანზე. ეს სიმბოლო მიღებული არის ბინარული ნუმერაციული სისტემის საშუალებით, კერძოდ 1-ის და 0-ის გაერთიანებით, სადაც 1 ნიშნავს ჩართვას, 0 კი ნიშნავს გამორთვას. შემდეგი ნაბიჯი არის პაციენტის მონაცემების შეტანა. ამისათვის მოწოდებულია patient ღილაკი, რომელიც ადამიანის სილუეტის სიმბოლოთია წარმოდგენილი. ამ ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა შესაბამისი ველებით, სადაც შესატანი არის პაციენტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კონკრეტული კვლევის დროს. ამ ინფორმაციის შეტანა შეგვიძლია კონტროლ პანელზე არსებული კლავიატურის საშუალებით, რომელიც ინგლისური ანბანით არის წარმოდგენილი. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ გადამწოდის შერჩევა. ჩვენ ვიცით, რომ სწორი გადამწოდის შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი გამოსახულება და ჩავატაროთ კვლევა. გადამწოდის შერჩევისთვის მოწოდებულია probe and transducer ღილაკები და touch screen-ზე ამ ღილაკის გამოყენების შემდეგ გამოდის ჩამონათვალი გადამწოდების ხაზოვანი, სექტორული, კონვექსი, ინტრაკავიტური. ვირჩევთ შესაბამის გადამწოდს, რაც საჭიროა კონკრეტული კვლევის ჩასატარებლად. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ აპლიკაციის პარამეტრები. აპლიკაციის პარამეტრები შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ გავიგოთ რას წარმოადგენს აპლიკაციის პარამეტრი, ამიტომ მაგალითის სახით მოვიყვან ფოტო გადაღებას, როდესაც ჩვენ გვინდა სასურველი განათების, ფოკუსის და ვიზუალის მიღება, ამისთვის ვიყენებთ ფოტოაპარატის შესაბამის რეჟიმს, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ამ ყველა პარამეტრის ოპტიმიზაციას და ვიღებთ შესაბამის სასურველ ფოტოსურათს. აპლიკაციის პარამეტრი სწორედ ამას უზრუნველყოფს იმას, რომ ულტრასონოგრაფიული გამოსახულება იყოს ოპტიმალური, შესაბამისად ამისთვის აპარატს ჩატვირთული აქვს სხვადასხვა აპლიკაცია, კერძოდ მუცლისღრუს კვლევისთვის, სამიანო, გინეკოლოგიური, ფილტვების, კარდიული, სხეულის მცირე ნაწილების. აპლიკაციის სწორად შერჩევა ავტომატურად უზრუნველყოფს საჭირო სიხშირის, სიღრმის და გაძლიერების შერჩევას და ვიღებთ ოპტიმალურ გამოსახულებას. შემდეგი ნაბიჯი არის ოპტიმიზაციის ღილაკების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე შევარჩიეთ აპლიკაციის სწორი პარამეტრი, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია და მიღებული გვაქვს უკვე კარგი გამოსახულება, მაინც საჭიროა ოპტიმიზაციის ღილაკების გამოყენება. ერთ-ერთი ღილაკი გახლავთ სიღრმის ღილაკი. სიღრმის ღილაკის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ სიღრმე ან შევამციროთ სიღრმე. შესაბამისად, ღრმად მდებარე სტრუქტურების ვიზუალიზაცია შეგვიძლია სიღრმის გაზრდის შემთხვევაში, შემცირების შემთხვევაში კი ზედაპირულად მდებარე სტრუქტურების ვიზუალიზაცია. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი წესი დასაცავი და ეს გახლავთ ის, რომ სიღრმე უნდა გავზარდოთ იმდენით, რამდენიც საჭიროა ჩვენთვის საინტერესო საკვლევი სტრუქტურის ვიზუალიზაციისთვის. სიღრმის ნიშნულები ეკრანზე გამოსახულია მარჯვენა მხარეს, წყვეტილი ხაზების ან წერტილების სახით და მასზე არსებული ციფრები გამოსახულია სანტიმეტრებში, შეესაბამება სანტიმეტრებს. შემდეგი ოპტიმიზაციის ღილაკი გახლავთ gain ღილაკი, რომელიც წარმოადგენს საერთო გაძლიერებას და მისი გამოყენების საშუალებით ჩვენ გამოსახულებას
ვმატებთ სიკაშკაშეს, ან პირიქით უფრო ვაბნელებთ. და ეს ხდება მთელს გამოსახულებაზე, მთელს ეკრანზე. რა მექანიზმი უდევს ამას საფუძვლად? ამას უდევს შესაბამისი მექანიზმი საფუძვლად, კერძოდ ეკრანზე არსებული ეკოსიგნალების სიძლიერეს ვზრდით ან ვამცირებთ. შესაბამისად, გაზრდის შემთხვევაში მატულობს სიკაშკაშე, შემცირების შემთხვევაში კი იკლებს და გამოსახულება არის უფრო ბნელი. აი მაგალითის სახით, აქ არის წარმოდგენილი გაძლიერების გამოყენება, როდესაც ჭარბად არის გაძლიერება გამოყენებული და გარჩევადობა არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძალიან კაშკაშა არის გამოსახულება. მეორე მაგალითი პირიქით, როდესაც ძალიან მცირედით არის გაძლიერება გამოყენებული და ძალიან მუქი და ჩაბნელებულია გამოსახულება, აქაც გარჩევადობა არის ძალიან ცუდი. მესამე მაგალითი კი გაძლიერების საუკეთესო გამოყენების მაგალითია, აქ არის დაცული ბალანსი და გარჩევადობაც არის ძალიან კარგი. შემდეგი ღილაკი გახლავთ TGC ღილაკი, ანუ Time Gain Compensation ღილაკი, ანუ დროის კომპენსაციის, დროის გაძლიერების კომპენსაციის ღილაკი, რომლის დროსაც განსხვავებით საერთო გაძლიერებისგან ეკოსიგნალების რეგულირება ხდება სხვადასხვა სიღრმეზე. კერძოდ, ღრმა სტრუქტურებიდან დაბრუნებული სუსტი ეკოსიგნალების გაძლიერებას უზრუნველყოფს TGC ღილაკი, ხოლო ზედაპირული სტრუქტურებიდან დაბრუნებული ძლიერი ეკოსიგნალების შესუსტებას და შესაბამისად გაძლიერებას ვიღებთ გამოსახულების სხვადასხვა სიღრმეზე. შემდეგი ღილაკი გახლავთ ფოკუს ღილაკი. ფოკუს ღილაკის გამოყენებისას გამოსახულების გარკვეულ სიღრმეზე ვაკონცენტრირებთ ულტრაბგერით ტალღებს და ეს გვჭირდება იმისთვის, რომ აი ამ გამოსახულების კონკრეტულ სიღრმეზე მივიღოთ უკეთესი გარჩევადობა. ფოკუსირება გამოსახული არის პატარა ისრის ან ქვიშის საათის სახით ეკრანის მარჯვენა მხარეს სიღრმის ნიშნულებზე. ოპტიმიზაციის შემდეგი ღილაკი გახლავთ ზუმი, ანუ მასშტაბირების ღილაკი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ხედვის მცირე არეალების მცირე არის გადიდება, გაზრდა და უკეთესი ვიზუალიზაცია. ეს გვჭირდება მაგალითად ადრეული ორსულობის დიაგნოსტიკის დროს. გვჭირდება ასევე ლუმინალური მანძილების გაზომვის დროს, როგორიც არის ნაღლის საერთო სადინრის გაზომვა. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ კვლევის დოკუმენტაციის ღილაკების გამოყენება. კვლევის დოკუმენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღილაკი არის ფრიზ ღილაკი, ანუ გაყინვის ღილაკი და იგი პირდაპირ მნიშვნელობით ყინავს დინამიურ გამოსახულებას. ვიღებთ კადრს, რომელიც შეგვიძლია სიღრმისეულად დავათვალიეროთ, დეტალურად შევისწავლოთ და აი ასეთი კადრები აპარატის მიერ შენახულია ბოლო 10-30 წამის განმავლობაში. გაზომვისთვის ვიყენებთ calculate, measure ან caliper ღილაკებს. გასაზომ მანძილს ვნიშნავთ set ღილაკის საშუალებით. trackball-ის საშუალებით, აქვე მინდა დავამატო და აღვნიშნო, რომ trackball-ის საშუალებით გადავდივართ და ვარჩევთ სხვადასხვა კადრს. ასევე trackball-ი გვეხმარება, ანუ მოძრავი ბურთი გვეხმარება მონიშნული საწყისი წერტილიდან ხაზის გავლებაში. Next ღილაკის საშუალებით კი ჩვენ შეგვიძლია ახალი გაზომვა დავიწყოთ. კვლევის დოკუმენტაციის ღილაკებს წარმოადგენს ასევე P1, P2 და P3 ღილაკები. P1 ღილაკის საშუალებით შეგვიძლია გამოსახულება ჩავწეროთ მყარ დისკზე, P2 ღილაკი ბეჭდვის საშუალებას იძლევა გამოსახულების და ვიღებთ ეხოგრამას, P3 ღილაკი კი მეხსიერების ბარათზე წერს კვლევის გამოსახულებას, კერძოდ ფლეშკაზე ან დისკზე. სხვადასხვა რეჟიმის ღილაკებს მე განვიხილავ მომდევნო ვიდეოში, სადაც დეტალურად ვისაუბრებ რეჟიმების შესახებ. ახლა კი მინდა შევაჯამო გაზიარებული ინფორმაცია
ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ჩავრთოთ და გამოვრთოთ ულტრაბგერითი აპარატი, როგორ შევიტანოთ პაციენტის მონაცემები, როგორ შევარჩიოთ სასურველი გადამწოდი კონკრეტული კვლევისთვის, რა არის აპლიკაციის პარამეტრები და რას უზრუნველყოფს ის, რომელია ოპტიმიზაციის ღილაკები და რა დანიშნულება აქვთ მათ და რომელია კვლევის დოკუმენტაციის ღილაკები და როგორ უნდა გამოვიყენოთ და რისთვის უნდა გამოვიყენოთ ისინი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ ვიდეომდე.